კრემლში პუტინსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ აი ფორსირებული ტემპით პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგეკეთებიათ და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს თქვენ ამ შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებდით იმისთვის, რომ ამ უმტკივნეულეს თემაზე თქვენს პოზიციას დააფიქსირებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ ვნახეთ და არ ვნახეთ და ამიტომ ჩემი კითხვა იქნებ განმარტოთ ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რა ასაპირებთ იმისთვის, რომ ეს ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ. ბოდიშთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენი პირადი პოზიცია. ეთანხმებით თუ არა, ეხლა რა თქმა უნდა ეს ისევ კონფლიქტს უკავშირდება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ვინმეს მიმართ აქვს ბოდიში მოსახდელი. თუ ეთანხმებით, იქნებ გვითხრათ ზუსტად, სწორედ ამას ვკითხულობ, რა თუ შეიძლება დამასრულებინეთ, ნუ მაწყვეტინებთ, ვის მიმართ აქვს კონკრეტულად ქართულ ხალხს ბოდიში მოსახდელი და ბოლო კითხვა თქვენს საყვარელ deep state-თან დაკავშირებით, რომელიც თურმე ომში ჩართვისკენ მოგიწოდებდათ. იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს რეალურად ვინ იყო კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც deep state-დან გირეკავდათ და საქართველოს ომში ჩართვას გთხოვდათ. რაც შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, ეს პოლიტიკა პრაგმატულიც არის და პრინციპულიც ერთდროულად. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ წითელ ხაზებს ამ პოლიტიკაში და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ოკუპაციის საკითხთან. და სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. კიდევ ერთხელ ეს არის ის, რომ რეალურად პირველი ხელისუფლება ვართ 90-იან წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. პირველი ხელისუფლება ვართ, ვისაც შეუძლია მოიწონოს ამით თავი. რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოს და ქართულ ხალხს ბოდიში მოსახდელი? ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართულ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინავანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი. ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინავანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს გვაქვს ჩვენ სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტურაში, რა თქმა უნდა, არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას. რაც შეეხება deep state და იმას თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი. რაც შეეხება ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში. იყო ორი ასეთი შეხვედრა, ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი, შემიძლია დაგისუსტოთ.